სოციალებს აქვს სერიოზული მინუსი მაგ მხრივ, რომ ბევრი მინუსის გარდა რომელიც კიდე არის, ერთ-ერთი მთავარი მინუსი არის, რომ ყურადღების კონცენტრაციას გიფანტავს. ანუ ხშირად ყოფილა რომ რაღაცა საქმისთვის მინდა დავჯდე, რაღაც საქმე გავაკეთო, ან თუნდაც წიგნი წავიკითხო და ძალიან ხშირად ყოფილა მომენტი, რომ წიგნის კითხვის პროცესში რაღაცა აზრს რო დავამთავრებდი ამ წიგნში, აი უცებ ცოტა რომ დავფიქრდებოდი რაღაცაზე, შეიძლება ეს წიგნი გადამედო, ტელეფონი ავიღო, ავსკროლო Facebook-ი და მე დავდო, მე ისო გავაგზავნო და 15 წუთში იგივე 2-3 გვერდის მე იგივე გავაკეთო რა. და იქ ძალიან ხელის შემშლება. სულ ახალი ამბავია, დატო ის ავსტრალიამ 16 წლამდე ბავშვებს უკვე მიიღეს, გახსოვს ფსიქოლოგთა მიიღეს ეგ კანონი და შევიდა ძალაჩოდ 16 წლამდე ბავშვებს აეგრძალა ცოცხლების მოხმარება. მე თუ მკითხავ, საერთოდ 18 წლამდე არის იდეაში აკრძალული ისედაც არა, Facebook-ზე მე მგონი ვერ დარეგისტრირდები 18 წლის თუ არა. არა, ანუ ვერ მშობლებთან ერთად რაღაც ერთობლივ ისახებ, დეტალებში ვერ ჩავალ, მაგრამ ძალიან კაია. მე თუ მკითხავ, ძალიან კაია. კანონის დონეზე აიგზალა მოკლედ ბავშვებისთვის სოციალური ქსელები და ეხა შვედეთი აპირებს იმ მაგ პრაქტიკის გადმოტანას. არ მეც ვეთანხმებ, რომ ძალიან კარგია. კი გაგუბრაზდებიან ალბათ 16 წლამდე ეს უზარდები, მაგრამ რა თქვა მესენჯერი სიტყვაზე კომუნიკაციის საშუალება რაც არის. ეგ უნდა კონდეს ახლა 12 წლის ბავშვსაც და 13 წელს კლასელებთან ბოლო ურთიერთობის ამბავში, მაგრამ ნუ იქვე არსებობს WhatsApp-ი, არსებობს ბევრი სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ისეთ შეგიძლია კონდეს და ისე ეკონტაქტო შენ კლასელებს და მასწავლებლებს, თქვა, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი შემთხვევაა, როდესაც მასწავლებლები ესე კლასელებს, თქვა, კლასის საერთოდ ჩატში ხო, ესაუბრებენ. ხო, მესენჯერი მაინც განცალკევებულია და აი Facebook-ი თუ არ ექნება ახლა სიტყვაზე 16 წელისა ბავშვს, ძალიან კარგი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, მე 16 წლის კი არა, მე თუ მკითხავ, უფრო დიდი დროს ახარ, მაშინ შეიძლება არ კონდეს.